24 წელს ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთ ნაკადმა მოიმატა და 7.400.000 მგზავრს გადააჭარბა, რაც 24%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ასევე 24%-ით მოიმატა სამივე საერთაშორისო აეროპორტში რეისების რაოდენობა. 2024 წელს საქართველოს წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება 10 საერთაშორისო ავიაკომპანიასთან 13 ახალი პირდაპირი რეისის შესრულების თაობაზე. შარშან საქართველოში ოპერირება დაიწყეს ისეთმა ავიაკომპანიებმა, როგორებიცაა ავსტრიის ავიახაზები, ტრანსავია და Air China. 2024 წელი იყო განსაკუთრებით წარმატებული ჩვენი ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის. გასულ წელს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები 10-მდე ავიაკომპანიასთან 13 პირდაპირ მიმართულებით. მიმდინარე წელს ჩვენ წელს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი სიახლეებით. ავიაკომპანია British Airways, EasyJet, ისევე როგორც ავიაკომპანია Edelweiss დაიწყებენ პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან, ჟენევიდან და ციურიხიდან, რაც რა თქმა უნდა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ მიმდინარე წელი იქნება განსაკუთრებით წარმატებული ჩვენი ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის სექტორისთვის. 2024 წელი ქართული ავიაციისთვის და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის იყო ისტორიული წელი, რადგანაც ჩვენ შევძელით და 7.400.000 მგზავრზე მეც მომიმსახურეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რაც წინა წელთან შედარებით 24%-იან ზრდას წარმოადგენს.